სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა ქრისტე აღსდგა ქრისტე აღსდგა ქრისტე აღსდგა დღეს მე მინდა ვესაუბრო ჩვენ აბიტურიენტებს ჩვენ ახალგაზრდობას მე მინდა გითხრათ რომ ადამიანის ცხოვრების გზა ეს არის რთული პროცესი ძალიან რთულია ადამიანის გზა და თავარი ის არის რომ ადამიანმა უნდა აირჩიოს სწორი გზა უფალი ჩვენი იესო ქრისტე ბრძანებს მე ვარ გზა ჭეშმარიტება და სიცოცხლე აი როცა ადამიანი მორწმუნეა როცა ადამიანი ლოცულობს როცა ადამიანი აღსარებას ამბობს და ზიარებას ღებულობს უფალი უხსნის მას გონებას და ამ შემთხვევაში სწორ გზას ირჩევს ადამიანი მე მახსენდება ჩემი ახალგაზრდობა რამდენი შეცდომა რამდენი არასწორი ნაბიჯი გამიკეთებია მაგრამ საბოლოოდ უფალმა მიჩვენა მე გზა და იმ გზით მატარა და მატარებს უფალი მე უპირველეს ყოვლისა მინდა გაგიზიაროთ ჩვენი ოჯახის წესი ცხოვრების ყოველ საღამოს ჩემი დედმამა დაგვაყენებდა ბავშვებს შვილებს ან სუბრების თუ იყვნენ იმათაც დაგვაყენებდნენ ხატების წინ და ერთი 20 წუთი ვლოცულობდით მამაჩემმა იცოდა ზეპირად ძილის წინ ლოცვები და ზეპირად ამბობდა ამას მერე გვასხურებდა ნაკურთხი წლით ვემთხვეოდით ჯვარსა და სახარებას და მივდიოდით დასაძინებლად ეს ისეთი თბილი იყო ეს იყო სამკურნალო ეს იყო კურნალობა სულისა და ხორცისა და თავარი რაც არის ხატების წინ მუდამ ენთო კანდელი ის კანდელი მთელ სახლს ათმობდა სულიერად ათმობდა იმ კანდელმა იქონია ისეთი გავლენა ჩვენზე აი ჩააქრობდნენ შუქებს და ენთო მხოლოდ კანდელი და თვითონ უფალი თითქოს გიწევდა სასაუბროდ და ვიწყებდით ჩვენ ლოცვას როცა ლოცვის დროც არ იყო ლოცვის დრო მუდამ არის მაგრამ ეს არ იყო არც დილის ლოცვები არც საღამოსი ისე მე მინდა მე ნათქვამი მაქვს და ეპისტოლეში არის დაწერილი იყო ერთი დასავლეთში
იყო ერთი კაცი, რომელიც ესწრებოდა წირვებს და წირვის შემდეგ სჩებოდა, დაჯდებოდა სკამზე და უყურებდა მაცხოვრის ხატსა. ერთჯერ, ორჯერ, სამჯერ და შემდეგ მოძღვარი მივიდა მასთან და ეკითხება, შენ ლოცულობო? არაო. მას რასაკეთებდი? შეიძლება სწავლობ მხატვრობასო? არაო. მას რაოდა? ის მაცხოვარიო, მე მიყურებსო, მე მას უყურებო და ჩვენ ერთად ვართ, კარგათა ვართო. ასე იგი, აი ამ უბრალო ყურებით სული ლოცულობდა, გონება ლოცულობდა და თვითონ გაჩუმებული იყო და ის მე მიყურებსო, მე იმას უყურებო და ჩვენ ერთად კარგათა ვართო. აი კანდელი სწორედ ამას მოგვიწოდებს ჩვენ, როცა სიმყუდროვეა ოთახში, თითქოს ძალაუნებურად უფალი გიწვევს შენ და იწყებ ლოცვას. ეხლა მე მინდა გითხრათ, რომ თქვენ ბრძანდებით, აი ახალგაზრდები ბრძანდებით ისეთ ასაკში, როცა ყველაფერს აიდეალებთ. ძალიან იოლად უყურებთ თქვენ ცხოვრებას და როცა ის იმედები ვერ სრულდება, რასაც თქვენ ელოდებოდით, ვარდებით სასოწარკვეთილებაში. აი ამიტომ უნდა ადამიანმა იფიქროს, დიდი გენიოსი, აკადემიკოსი ამბობს ერთი, რომ ადამიანს გააჩნია ორი გონებაო, მცირე და დიდი. მცირე არის ჩვენი გონება, ჩვენი აზროვნება და დიდი არის ჩვენი გული. აი ამ შემთხვევაში ახალგაზრდებმა უნდა ჩართოთ თქვენ ორივე გონება, დიდის და მცირეს. ეს მცირე გონება აკონტროლებს ამ დიდ გონებას. ეს არის გულის გონება, ეს არის გულის კულტურა და არ შეიძლება მხოლოდ გულით იმოქმედოს ადამიანმა. მე არაერთხელ მithქვამს, რომ სკოლებში აუცილებლად უნდა შემოვიდეს საგანი, აი როგორც დედაენა, როგორც არითმეტიკა, როგორც ქიმია, ფიზიკა, განყენებული, ანუ ანალიტიკური აზროვნების კურსი. აი პირველი კლასიდან მე-12 კლასამდე უნდა იყოს ეს და ჩვენ
სკოლის დამთავრების შემდეგ მივიღებთ განათლებულს და ღრმად მოაზროვნე ადამიანს. ეს უნდა გავაკეთოთ, ჩვენ დავიწყეთ ამაზე მუშაობა და ის არც ისე ადვილია. აქ უნდა იყოს გამოყენებული ლოგიკა, ფსიქოლოგია, ანთროპოლოგია, ფილოსოფია და ასე შემდეგ. მე ასე წარმომიდგენია, რომ უნდა იყოს თეორიული მასალა, თეორია და იქვე პრაქტიკული მაგალითები. რა არის ეს ანალიტიკური აზროვნება? ესე იგი, ადამიანი სანამ გააკეთებს რაღაცას, ის აკეთებს ანალიზს. მაგალითად, შენ გინდა აშენო სახლი. ჯერ უნდა იფიქრო, რა საშუალება გაქვს, რამდენი ფული გაქვს, რამდენი ფიცარი და ასე შემდეგ. ყველაფერი უნდა გაითვალისწინო, ანალიზი უნდა გააკეთო თავიდან ბოლომდე. და შემდეგ უნდა დაიწყო მშენებლობა, თუ გაქვს ამისი საშუალება. თუ არა გაქვს საშუალება, არ უნდა დაიწყო. როცა ჩვენ ვიწყებდით ამ ტაძრის მშენებლობას, ჩვენ არაფერი არ ქონდა. მაგრამ ჩვენ ქონდა იმედი ღვთისა, რწმენა და სიყვარული უფლისა. და მე დარწმუნებული ვიყავი, რომ ღმერთი მოგცემდა ჩვენ საშუალებას. იმიტომ რომ ღვთის სახლი შენდებოდა. და როცა ქვაბულს იღებდნენ აქ, ამოიღეს 10 მეტრა, 15. სადამდე უნდა ამოიღოთო, მეკითხებოდნენ და მეუთხარი მათ, რომ იქამდე უნდა ამოიღოთ, სანამ კლდე გამოჩნდება. იმიტომ რომ უფალი ბრძანებს კლდეს ამაზე და აღვაშენო ეკლესია ჩემი და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდნენ მას. უფალმა კლდეს შეადარა პეტრე მოციქული და ისინი მეკითხებოდნენ, ვერსიც რო არ გამოჩნდესო. და მე ხუმრობით უთხარი, მაშინ მეთქი თხარეთ ამერიკამდე, სანამ ამერიკა გამოჩნდება. რა თქმა უნდა, ეს ხუმრობა იყო და ამოვთხარეთ 25 მეტრი და გამოჩნდა საოცარი პლატო კლდისა. თითქოს სპეციალურად მოამზადა უფალმა ამისთვის. სწორი როგორც იატაკი, ისეთი კლდე გამოჩნდა. და იმაზე დაფუძნდა ეს დიდებული ტაძარი. და ჩვენ ვმადლობთ უფალს ამ დიდი წყალობისათვის. მე მახსენდება ალექსანდრე მაკედონელის ცხოვრებიდან, როცა ის იპყრობდა ამა თუ იმ ქვეყანას, მასთან მოჰქონდა მთელი ძალიან დიდი რაოდენობით ოქრო და ძვირფასი თვალმარგალიტი და ის არიგებდა მხედართმთავრებს, ჯარისკაცებს, ურიგებდა და სულ დაარიგებდა და თვითონ არაფერი არ რჩებოდა.
და იკითხებოდნენ ხედართაურები, რომ შენ რაღა დაგრჩავ. მე დამრჩა იმედი. ის რომ ყოფილიყო ალბათ ქრისტიანულ პერიოდში, ის შეიძლება წმინდანი გახდებოდა. და მან დატოვა ასეთი ანდერძი, რომ როცა გამასვენებენო, ჩემი ხელი ჩამოუჩვითო, რომ ხალხმა დაინახოს, რომ საიქიოს მე არაფერი არ მიმახსოვს. აი ესეთია და ამიტომ მე მინდა უთხრა ჩვენს ახალგაზრდებს, რომ ეხლა თქვენ იწყებთ უბრალოდ სწორედ ცდილობთ, რომ გახდეთ სტუდენტები. კიდეც რომ არ მოეწყო თქვენა, არ უნდა გაგიწყდეთ გული. ეს ტრაგედია არ არის. სხვაგან მოეწყობით, სხვაგან მე მქონდა შეტანილი ჩემს ახალგაზრდობას ვიხსენებ სამედიცინოში, სამთოს საინჟინროშიც და მე გამოიტანე ორივედან და წავედი სემინარიაში და 8 წელი ვიყავი იქ, 4 წელი სემინარიაში და 4 წელი აკადემიაში. და იმდენად ღვთის მფარველობას ვგრძნობდი, რომ და იმდენად მეხმარებოდა უფალი 8 წლის განმავლობაში. ჩვენს კურსზე პირველი მე ვიყავი მთელი ამ წლების განმავლობაში. ასე რომ მე გისურვებთ, რომ ჩააბაროთ, მაგრამ თუ ვერ ჩააბარებთ, ეგაც არაფერია, ტრაგედია არ არის. ჩვენ გვაქვს ისეთი ხელობები, აი ჩვენთან საპატრიარქოს ეზოში კეთდება ქვის საფლავები მირიანისთვის და ნანასთვის. ისეთი ოსტატია, რომ ქვაზე ყვეთავს, რომ გეგონება მოქსოვილია ისეთი საოცარი მოთმინება და საოცარი ხელოვნება აქვს მას. და აი მე მინდა მივმართვა ჩვენს ახალგაზრდობას, ვისაც ქვა უყვარს. ამასაც სიყვარული უნდა ქვას, ვისაც ქვა უყვარს და ვისაც უნდა რომ დაეუფლოს, აი დახვეწილ ქვის ჭრას მობრძანდით საპატრიარქოს ეზოში და იქ არის გიორგი, რომელიც მუშაობს მირიან და ნანას ქვებზე. ასე რომ მრავალი ხელობა არსებობს და რაც გიყვარს, ის უნდა ისწავლო და იქნები ბედნიერი. მე გისურვებთ ყოველივე კარგს, გისურვებთ, რომ უფალი მუდამ იყოს თქვენი მფარველი, მაგრამ თუ რაიმე განსაცდელი შეხვდათ, არ გაიტეხოთ გული. აი არის შემთხვევები, ძალიან სამწუხარო შემთხვევები, როცა ახალგაზრდები თავსაც იკლავენ. ეს იმდენად დიდი ცოდვაა, რომ ადამიანი თავისი
ნებით აძლევს ეშმაკს თავის სულს. არავითარ შემთხვევაში ეს არ უნდა გაბედოთ. მეცნიერები და ჭკვიანი ადამიანები ამბობენ, რომ ჩიხი არ არსებობს. არც კედელი არსებობს. კედელი თუ შექმნა, უნდა მოუარო იმ კედელსა, თავით კი არ უნდა გაანგრიო. უნდა მოუარო იმ კედელს და იპოვო ან ფანჯარა, ან ყარები. თუ ჩიხში ხარ, იქაც არის გამოსავალი. ჭკვიანი ადამიანები ამბობენ, რომ ჩიხიდან სულ ცოტა ორი გამოსავალია. ხო და ორიდან ერთი უნდა იპოვო და გამოხვიდე ჩიხიდან. ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, გაგაძლიეროთ, ჩვენთან არის ღმერთი.